თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. მხარეთა კითხვებს 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა გოგა გუნცაძემ უპასუხა. მოსმემ საპარლამენტო საქმიანობაზე წინა ხელისუფლების დროს საჯელსულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებასა და ქონებების ჩამორთმევის შემთხვევებზე ისაუბრა. დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ვივამედიდან ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა. მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ზედავება. That's